როგორ მოხვდეთ Google-ში პირველ პოზიციაზე 2025 წელს? რა ფაქტორები შეგვიძლია რომ გავითვალისწინოთ? დღევანდელ ვიდეოში ვეცდები სხვა კუთხით შეგახედოთ SEO-ს და ზოგადად ამ პროცესის კეთებას და გაგიზიაროთ ასევე პირადი გამოცდილება და უახლოესი ტრენდები, რაც Google-ის ბოლო განახლებამ მოგვიტანა. პირველი რითაც დავიწყებ, რასაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩემი აზრით, არის მომხმარებლის განზრახვა. მარტის განახლებამ გვაჩვენა, რომ მომხმარებლის Google-ის აპდეიტი შეეხო ისეთ გვერდებს, რომლებიც პოზიციონირებდნენ, მაგრამ ან ვერ აკმაყოფილებდნენ მომხმარებლის განზრახვას. მოდი რა არის ეს მომხმარებლის განზრახვა მარტივად რო გადმოგცეთ. მომხმარებლის განზრახვა არის რის გამოც მომხმარებელი ანხორციელებს ამა თუ იმ ძიებას. შეგვიძლია კიბორდების შესახებ მაქვს ჩაწერილი ვიდეო, რომელიც შეგიძლიათ რომ ნახოთ და ახსნილი მაქვს მომხმარებლის განზრახვის სხვადასხვა ტიპები, თუმცა შეგვიძლია ძალიან მარტივად რამოდენიმე ტიპად დავყოთ მომხმარებლის განზრახვა. ეს არის ინფორმაციული, ანუ მომხმარებელს ინფორმაციის მოძიება აინტერესებს ამა თუ იმ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და ინფორმაციული კიბორდები ძირითადად უფრო მეტი ძებნით გამოირჩევა, თუმცა AI-ის განვითარებასთან ერთად შესაძლოა რომ საომალოდ ინფორმაციულ კიბორდებს დიდი ტრაფიკი არ ჰქონდეთ და ამიტომ მე მათზე მაგალითად უფრო მეტ აქცენტს არ გავაკეთებდი. ასევე არსებობს კომერციული განზრახვა. კომერციული განზრახვა ნიშნავს, როცა მომხმარებელი არის ყიდვის თითქმის ბოლო ეტაპზე, მას იგი არის შერჩევის ეტაპზე, ანუ მან უნდა შეარჩიოს ორ პროდუქტ შორის ერთ-ერთი, ან ორ კომპანიას შორის ერთ-ერთი, ან სხვადასხვა ღირებულების პროდუქტებს შორის ერთ-ერთი, ანუ კომერციული განზრახვის შემთხვევაში მომხმარებელი არის შერჩევის ეტაპზე. არის ტრანზაქციული განზრახვა, როცა მომხმარებელს პირდაპირ რაღაცის გაკეთება უნდა, ანუ პირდაპირ უნდა ყიდვა, პირდაპირ უნდა ჩაწერა, პირდაპირ უნდა დარეკვა, თუ ასე შემდეგ. ძირითადად შეგვიძლია ეს მომხმარებლის ეს განზრახვები განვიხილოთ. არსებობს კიდე სხვა ტიპის კიბორდებიც, თუმცა ამას დეტალურად კიბორდების ვიდეოში მაქვს ეს დეტალურად განხილული. ასევე არსებობს კიბორდები, რომელთა განზრახვაც მრავალნაირია, შესაძლოა იყოს ინფორმაციულიც, კომერციულიც და ტრანზაქციულიც. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ან რა უნდა გვქონდეს უკვე გაკეთებული? პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ თითოეული საძიებო სიტყვა მომხმარებლის რა განზრახვას ატარებს, ანუ არის ინფორმაციული, არის ტრანზაქციული, არის კომერციული, თუ ასე შემდეგ, ან შესაძლოა ერთად იყოს ტრანზაქციული და კომერციული და ინფორმაციულიც და შემდეგ ჩვენი შესაბამისი გვერდი უნდა პოზიციონირებდეს ამ კიბორდზე. ანუ თუ მაგალითად არის ტრანზაქციული კიბორდი, ანუ თუ მომხმარებელს რაღაცის ყიდვა უნდა და ჩვენ ვცდილობთ იქ ბლოგის პოზიციონირებას, ოკეი, ბლოგი შეიძლება პოზიციონირდეს იქ და იკავოს პოზიცია, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ის დაკარგავს პოზიციას, რადგან მომხმარებლის განზრახვას ვერ აკმაყოფილებს. ან თუ ინფორმაციული კიბორდი, ანუ მომხმარებელს უბრალოდ აინტერესებს რაღაც ლურჯი ფანქრის შესახებ. და ჩვენ თავაზობთ ლურჯი ფანქრის ყიდვას. ამ შემთხვევაში არ კმაყოფილდება მომხმარებლის განზრახვა, თუ მას ინფორმაციის მიღება უნდა, ჩვენ რაიმე ბლოგი, ან დიდი ტექსტი, ან ვიდეო, ან რაიმე უნდა დავახვედროთ შესაბამისი. მოკლედ, მომხმარებლის განზრახვის დაკმაყოფილება წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება და არა მარტო წელს, სამომავლოდაც, რაც უფრო კარგად გექნებათ მომხმარებლის განზრახვა პირველ რიგში შესწავლილი და მეორე რიგში დაკმაყოფილებული, მით უკეთესი იქნება თქვენი პოზიციებისთვის და ასევე კონვერტაციებისთვისაც. ანუ თუ ტრანზაქციულ კიბორდზე პოზიციონირებთ ბლოგით, გაყიდვები არ გექნებათ. ან თუ კომერციულ კიბორდზე თავაზობთ მხოლოდ ერთ პროდუქტს, ამ შემთხვევაში შეიძლება გაყიდვები არ გქონდეთ. კომერციულ კიბორდზე უნდა შესთავაზოთ მომხმარებლის არჩევანი. და როგორ გავაკეთოთ ახლა ეს მომხმარებლის განზრახვა, როგორ დავაკმაყოფილოთ? პირველ რიგში უნდა ჩაატაროთ დეტალური კიბორდ რისერჩი, კიბორდების კვლევა და დაყოთ კიბორდები მათი განზრახვის მიხედვით. ანუ აბსოლუტურად ყველა კიბორდი, ან ტრანზაქციული, ან კომერციული, ან ინფორმაციული, ან ბრენდული, ან ნავიგაციური, ან ასე შემდეგ და ამის შემდეგ უნდა მოახდინოთ კიბორდ მეპინგი, ანუ შევსაბამოთ ამ კიბორდებს შესაბამისი გვერდები, რომელთა
პოზიციონირებათ ამ კიურდებზე გინდათ და ოპტიმიზაცია აქედან გამომდინარე გააკეთოთ. ანუ მომხმარებლის განზრახვიდან გამომდინარე უნდა შეუსაბამოთ თქვენი ვებსაიტის გვერდები კიურდებს და უნდა ეცადოთ, რომ ეს მომხმარებლის სურვილი იყოს დაკმაყოფილებული. ანუ ინფორმაციის შემთხვევაში მივაწოდოთ ინფორმაცია, კომერციული კიურდის შემთხვევაში შევთავაზოთ არჩევანი, ხოლო ტრანზაქციული კიურდის შემთხვევაში პირდაპირ მოქმედების საშუალება მივცეთ მომხმარებელს. ეს არის ეს ფაქტორი, ისედაც მნიშვნელოვანი იყო აქამდე, თუმცა დროის გასვლასთან და AI-ის უფრო მეტად ინტეგრირებიდან გამომდინარე, უფრო მნიშვნელოვანი გახდება. რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ანუ როგორ მოვხვდეთ Google-ში პირველ პოზიციაზე წელს. ოკეი, გავიგეთ, რომ მომხმარებლის განზრახვა უნდა გავიგოთ პირველ რიგში და შემდეგ დავაკმაყოფილოთ. მეორე საკმაოდ ბანალური ფაქტორი ჩემი აზრით არის მარტივი ნავიგაციის ქონა ვებსაიტზე. რაც უფრო მარტივი ნავიგაცია გაქვთ და რაც უფრო მარტივად შეუძლიათ როგორც Google-ის ბოტებს, ასევე მომხმარებლებს საიტზე ამა თუ იმ კატეგორიაში ან ამა თუ იმ პროდუქტზე მოხვედრა, მით უფრო მარტივად პოზიციონირებს ვებსაიტი. ძირითადად მომხმარებლებს არ უყვარს ძალიან ჩახლართული და ისეთი საიტები, სადაც ვერ ან რთულად შეძლებენ იმის პოვნას, რაც მათ უნდათ. მომხმარებელს უფრო მეტად იზიდავთ მარტივი, ადვილად გასაგები ვებსაიტები, მარტივი ნავიგაციით, სადაც ნავიგაცია კომფორტულია. და ასევე საძიებო სისტემებსაც, ჩვენს მიერ ჩემს პირად გამოცდილებას დაყრდნობით, მარტივი ნავიგაციის მქონე ვებსაიტები ბევრად უფრო სწრაფად პოზიციონირებენ Google-ში, ვიდრე გაურკვეველი ჩახლართული ნავიგაციის და კატეგორიზაციის მქონე ვებსაიტები. ამის გაკეთება საკმაოდ არ არის რთული, არ მოითხოვს რაღაც განსაკუთრებულ ტექნიკურ ცოდნას, უბრალოდ მომხმარებლის თვალით უნდა შეხედოთ და ეცადოთ, რომ ნავიგაცია იყოს მასზე მორგებული და ნებისმიერი გვერდიდან შეეძლოს ნებისმიერ რაღაცაზე მარტივად გადასვლა. ეს არის მეორე ფაქტორი, რაც უნდა გავითვალისწინოთ. რაც შეეხება მესამე ფაქტორს, მესამე ფაქტორი არის მომხმარებლის გამოცდილება. User experience. ანუ მომხმარებელი რო შემოდის, რამდენი ხანი ჩერდება თქვენს ვებსაიტზე, ბრუნდება თუ არა უკან ისევ საძიებო სისტემაში და აგრძელებს თუ არა ძიებას, რას აკეთებს ვებსაიტზე, რამეს კლიკავს, კითხულობს, უყურებს, თუ კითხულობს, რამდენს კითხულობს და სადამდე კითხულობს, რა ქმედებას ანხორციელებს, ყიდულობს რამეს, ნომერს წერს, გირეკავთ, რამდენად კმაყოფილდება მისი განზრახვა და ასე შემდეგ. ასევე მომხმარებლის გამოცდილება შეგვიძლია შევიყვანოთ CTR-იც, ანუ საძიებო რეზულტებში, როცა ჩანს თქვენი შედეგი, რამდენი პროცენტი მომხმარებლის, რამდენი პროცენტი კლიკავს თქვენს ვებსაიტზე და რამდენი პროცენტი გადმოდის. შემდეგ რამდენი პროცენტი გადადის ერთ გვერდზე მეტზე, ანუ bounce rate რამდენია, რამდენი ხანი ჩერდებიან საერთოდ საიტზე, dwell time რამდენი აქვს და ასე შემდეგ. მომხმარებლ და ასევე რამდენად სწრაფად იტვირთება ვებსაიტი, ესეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მომხმარებლის გამოცდილებისთვის. თუ მობილურზე 5 წამი ჭირდება ვებსაიტის ჩატვირთვას, ეს ძალიან ცუდი მოჩვენებელია და თქვენ თვითონაც არ გესიამოვნებოდათ ესეთ საიტი, რომელსაც 5 წამი უნდა ელოდოთ იმისათვის, რომ ჩაიტვირთოს. ამ ყველაფრის შესწავლა შეგიძლიათ ისეთი ხელსაწყოების საშუალებით და ჩვენ ძირითადად პირად პროექტებზე ვსწავლობთ მომხმარებლის გამოცდილებას დეტალურად და კლიენტებსაც ურჩევთ, რომ ამ ხელსაწყოების ინტეგრირება მოახდინონ. ესეთ ხელსაწყოებით, როგორც არის Hotjar, შეგიძლიათ დააკვირდეთ მომხმარებელი რას შვება თქვენს ვებსაიტზე, ანუ პირდაპირ თავაზობთ მომხმარებლის ვიდეოს და სად დაკლიკა, სად რამდენი ხანი გაჩერდა, პოტენციურად სად შეიძლება იჭედებოდეს და აღარ გადადიოდეს რომელიღაც გვერდის შემდეგ, მაგალითად, რა წაიკითხა და ასე შემდეგ. ანუ Hotjar საკმაოდ თვალსაჩინო ხელსაწყოა ამისათვის, რადგან გთავაზობთ პირდაპირ მომხმარებლის screen recordings, რა თქმა უნდა პერსონალური მონაცემების დაცვით და თქვენ შეგიძლიათ რომ ეს კადრი ააჩქაროთ და უყუროთ მაგალითად 100, 200 ან 500 მომხმარებელს და დარწმუნებული ვარ, რომ
დასკვნებს გამოიტანთ და რაღაცეების შეცვლა მოგინდებათ თუ თქვენი მომხმარებლის მონაცემებს შეისწავლით. აბსოლუტურად ყველა პროექტზე სადაც არ გამოგიყენებიათ ეს ჰოტჯარი ან ზოგადად screen recording-ი, სადაც არ უნდა დააყენოთ და შეისწავლოთ უშუალოდ მომხმარებლის რეალური გამოცდილება, ანუ უშუალოდ სად კლიკავენ, როგორ კლიკავენ, რას აკეთებენ. აბსოლუტურად ყველგან რაღაცას იპოვით, რისი გაუმჯობესება შეიძლება. რა საბოლოო ჯამში გარდა პოზიციონირებისა და გარდა იმისა, რომ Google-ში უფრო მაღალი პოზიციები გექნებათ, ასევე აისახება თქვენს კონვერტაციებზე, ტრანზაქციებზე, მომხმარებლის საერთო კმაყოფილებას და ბევრ სხვა რამეზე. მოკლედ მესამე ფაქტორი, რითაც შეგვიძლია რომ Google-ში პირველ პოზიციაზე მოვხვდეთ და არა მარტო მოვხვდეთ, შემდეგ დიდხანს დავრჩეთ, არის მომხმარებლის გამოცდილება. რაც უფრო კმაყოფილია თქვენი მომხმარებელი თქვენი ვებსაიტის გამოყენების შედეგად, მით უფრო აქვს პოტენციურად Google სურვილი, რომ თქვენ მაღალ პოზიციაზე დაგტოვოთ. ან აგიყვანოთ. მაგალითად, თუ ხართ მეხუთე პოზიციაზე და ვინც ეძებს იმეთი 20% გადმოდის მაინც თქვენთან, იმიტომ რომ ძალიან კარგი მეტასათაური გაქვთ და შემდეგ ეს მომხმარებლები თქვენ საიტზე რჩებიან დიდხანს და აღარ ბრუნდებიან საძიებო სისტემაში, რომ სხვა შედეგებიც ნახონ, თქვენ მეხუთედან მარტივად დაწინაურდებით მესამეზე, მეორეზე, შესაძლოა პირველზეც კი. სხვა SEO ფაქტორებთან ერთად რა თქმა უნდა. რაც შეეხება მეოთხე პუნქტს, მეოთხე პუნქტი ეხება on-page ოპტიმიზაციას, რომელსაც შეგიძლიათ რომ ძალიან მარტივად შეხედოთ ძალიან ბევრი ფილოსოფიის გარეშე. პირველ რიგში საჭიროა რომ გქონდეთ კარგად გაკეთებული keyword-ების კვლევა, დეტალური თავისი განზრახვებით და თვიური ძიებებით და ყველაფრით, ტრენდებით. ხოლო ამის შემდეგ on-page ოპტიმიზაცია შეგიძლიათ რომ შეხედოთ მარტივად. გაქვთ რაღაც power keyword-ი, გაქვთ დამხმარე keyword-ები, გამოიყენეთ power keyword-ი meta-სათაურში, meta-description-ში, გამოიყენეთ URL-ში, გამოიყენეთ hash-ert tag-ში, გამოიყენეთ რაიმე სხვა keyword-ი hash-or tag-ში, ანუ heading-ში, სათაურში და ქვესათაურში, გამოიყენეთ content-ში პირველ 100 სიტყვაში, ან თუნდაც ბოლო 100 სიტყვაში, გააკეთეთ რელევანტური შიდა გადალინკვები, დადეთ მაღალი ხარისხის კონტენტი, რომელიც მომხმარებლის განზრახვას შეესაბამება და რომელიც უნიკალურია და არ არის საიდანვე დაკოპირებული, ან უბრალოდ AI-ის მიერ დაგენერირებული. შეგვიძლია კონტენტის შემთხვევაში გამოვიყენოთ EEAT, რაც გულისხმობს გამოცდილებას, ექსპერტიზას, სანდოობას და ავტორიტეტულობას. და ეს მარტივად რო აგიხსნათ, თუ თქვენს ბლოგებს წერს ისეთი ავტორი, რომელსაც ამ სფეროში რაღაც სიტყვა ეთქმის და ეს დართული გაქვთ ავტორის ბიოს სახით თითოეულ სტატიაში, შემდეგ ამ ავტორს აქვს თავისი LinkedIn-იც, სადაც უწერია თავის განათლების შესახებ, რომელიც შეესაბამება იმ ტექსტის შინაარსს და იმ თემატიკას, რაზეც წერს. ამით თქვენ Google-ს ეუბნებით, რომ ავტორიტეტულობას ასხივებთ, ასე ვთქვათ, ამ კონკრეტულ სფეროში კონტენტის სახით. ეს ნაწილი ძირითადად არ აქვთ ქართულ ბაზარზე ინტეგრირებული EEAT-ის, უცხოურ ბაზარზეც ძალიან ცოტა იყენებს, რადგან ამ EEAT-ის გაყალბება მაინც და მაინც არ ხდება, ძალიან რთულია ან შეუძლებელია და რეალურად მართლა გჭირდება ისეთი ავტორი, რომელსაც კონკრეტულ სფეროში აქვს რაღაც მიღწევები, გამოცდილება და სანდოობა. და ბოლო პუნქტი, კონკურენტების დეტალური შესწავლა. რას გულისხმობს კონკურენტების დეტალური შესწავლა? SEO-ში საბედნიეროდ გვაქვს ისეთი ხელსაწყოები, რომლითაც შეგვიძლია რომ კონკურენტების SEO კამპანიები, ბექლინკები, აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც SEO-ს აკეთებენ, შევისწავლოთ დეტალურად. ანუ ერთ-ერთში ვნახოთ, რას აკეთებენ SEO-სთვის ან რა აქვთ გაკეთებული. პირველ რიგში, როცა რაიმე პროექტზე ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, დეტალურად ვაანალიზებთ პირველი 3, ტოპ 3-ის
top 3 კონკურენტის SEO სტრატეგიას, ვინც უკვე პოზიციონირებს, ვინც უკვე მაგალითად 2 წელია, 3 წელია პოზიციებს იკავებს, დეტალურად ვსწავლობთ მათ კონტენტ სტრატეგიას, keyword-ები, რა სიხშირით აქვთ გამოყენებული, მეტასათაურები და მეტაღწერები როგორ უწერიათ, ბექლინკები საიდან აქვთ, რამდენი აქვთ, რა ხარისხის აქვთ, რა სიხშირით ემატებათ, ან რა სიხშირით აკლდებათ. ნუ დეტალურად, საბედნიეროდ დეტალურად შეგვიძლია ნახოთ და შევისწავლოთ ყველაფერი, რაც მათ გაკეთებული აქვთ SEO-სთვის. ნუ შესაბამისი ანალიზის უნარი უნდა უბრალოდ ამ ყველაფერს, მეტი არაფერი, ყველაფერი თვალნათლივ ჩანს. და ამის შემდეგ უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ რაც მათ აქვთ გაკეთებული, გავაკეთოთ უკეთესად. ნუ მინიმუმ ცოტათი უკეთესად მაინც მაგალითად უფრო ძლიერი, მაგალითად შევარჩიოთ მათი ლინკები და იგივე საიტებზე, იმ საიტებიდან შევარჩიოთ საუკეთესოები და იმ საუკეთესოებზე განვათავსოთ ჩვენი ბექლინკები. ან უფრო ძლიერი ბექლინკები მოვიძიოთ კონტენტის თუ მაგალითად უდევთ 500 სიტყვიანი კონტენტი რაღაც keyword-ზე, დავწეროთ უფრო დიდი კონტენტი, keyword-ების უკეთესი გადაანაწილებით, უფრო მეტი ინფორმაციულობით, უფრო სასარგებლო გავხართ მომხმარებლისთვის და ასე შემდეგ. კონკურენტების შესწავლა ყოველთვის ძალიან ბევრ დროს დაგიზოგავთ და ძალიან ბევრ insights მოგცემთ იმის შესახებ, რა უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ მაინც ნუ SEO არ არის რაღაცა ისევე როგორც პროგრამირება რაღაც კოდი დავწეროთ და ზუსტად კონკრეტული შედეგი მივიღოთ. ყველა პროექტი და ყველა შემთხვევა და ყველა სერფი ინდივიდუალურია. სხვადასხვა კატეგორიაში, სხვადასხვა ინდუსტრიაში, სხვადასხვა ქვეყანაში Google-ს აქვს სხვადასხვა მიდგომები რანჟირების შესახებ. ამიტომ მნიშვნელოვანია შევისწავლოთ რამაც უკვე იმუშავა კონკურენტის შემთხვევაში. ერთის მხრივ ეს შეგვიქმნის მოლოდინებს, შეგვიძლია დეტალურად ვნახოთ, როდის დაიწყეს მუშაობა SEO-ზე ტრაფიკმა, როდის დაიწყო ზრდა, რა პროცენტულობით იზრდებოდა მათი ტრაფიკი, რა რაოდენობის კონტენტს დებდნენ, რა რესურსი აქვთ დახარჯული, მაგალითად ლინკების და მედია პუბლიკაციების საყიდლად და ასე შემდეგ. ეს ძალიან კარგი საშუალებაა ჩვენი პროექტის სწორად დასაგეგმად და მინიმუმ იგივე შედეგების მისაღებად თუ არა უკეთესის შესაძლოა უფრო ნაკლები რესურსებითაც კი. გარდა კონკურენტების შესწავლისა, ჩვენ Tenix SEO-ში მაგალითად ყოველთვის ვაკეთებთ კონკურენტების ტრეკინგს. რაც გულისხმობს იმას, რომ მათ ყოველთვიურად რას აკეთებენ SEO-სთვის, რამდენ ბექლინკს ანთავსებენ, რამდენ სტატიას დებენ, ამ ყველაფერს ყოველთვიურად ვსწავლობთ და ვტრეკავთ, რათა ვიცოდეთ როგორ ვაჯობოთ მათ. დღევანდელი ვიდეო სულ ეს იყო, იმედი მაქვს, რომ საინტერესო იყო. თუ გინდათ, რომ თქვენს პროექტზე იმუშაოს პროფესიონალმა გუნდმა, პროფესიონალური მიდგომებით და მოხვდეთ მოწინავე პოზიციებზე, შეგიძლიათ რომ მოგმართოთ Tenix SEO-ში, საინტერესო ოფერს გაიგეთებთ.